მოგესალმებით ყველას Redline-ზე, მარიამ ჯანელიძე და ბექა პატურაშვილი, ჟურნალისტები. ახალ 2025 წელს ვიწყებთ. პირველად ვწერთ ეს პოლიტიკურ მიმოხილვას. დღეს ჩვენი მთავარი თემა ბუნებრივია იქნება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება. მორიგი ვრცელი განცხადება, რომელსაც წინ რაღაც მოვლენები ძალიან საინტერესო მოვლენები უძღვება წინ და ერთგვარი სიჩუმეც იყო რა ქართული ოცნების მხრიდან აი პროცესების შემდეგ, ანუ ესეთი დიდი დოზით მათი ნააზრევი არ მოგვისმენია. დასანქცირება, სხვადასხვა აქტების წარდგენა და ასე შემდეგ და აი ეს ვრცელი ხუთგვერდიანი წერილი შემოგთავაზეს დღეს. სადაც ერთ საინტერესო დეტალი იყო, რაც ამოწია მედიამ 25 ჯერ იყო ნახსენები Deep State-ი და თუ არ ვცდები 12 ჯერ თუ 13 ჯერ იყო ნახსენები გლობალური ომის პარტია რა, ხო, რადიო თავისუფლება. ხო, აი წარმოიდგინე, რომ ეს განცხადება სხვა მსგავსი განცხადებებისგან, რაც პოლიტსაბჭოს გავრცელებია, ჩემთვის ძალიან განსხვავებული არის რა, უფრო რაღაცნაირად დამძიმდა და რაღაცა ბევრი კომპონენტი შეიტანეს, აი ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს თითქოს იმისთვის, რომ რაღაცა ეს აზრი შეეჯერებინათ, ისე საინტერესო არის აი ამ ტექსტს როგორ წერდნენ და როგორ წარადგენდნენ, მე ცოტა ამის ვიზუალიზაცია მიჭირს. პოლიტსაბჭოზე ხედან ყველანი და თითო წინადადებას კი ინძავენ. და იქ ამატებენ, რომ მოდი ახლა კიდე ერთი Deep State-ი ჩავწეროთ აქ. არის კიდე წინადადებები, რომ წერია ორივე რა, აქამდე ხო იყო ხოლმე, რომ აი ჯერ ხმარობდნენ აქტიურად გლობალური ომის პარტიას. მერე თქვეს, რომ ჩვენ ამ გლობალური ომის პარტიაშიო გულისხმობთ Deep State-ს. და ეხლა არის ესეთი მონაკვეთებია, სადაც აი გლობალური ომის პარტიას და Deep State-ს ერთობლივად გამოიყენებენ, რომ უფრო დაამძიმო რა, ძალიან საინტერესო, ჩვენ ეხლა ცოტა ღიმილით ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ რეალურად არ არის რა ეს ყველაფერი სასაცილო და ჩვენი მუშაობაც მათ შორის აი ამ ფორმატში ახლა ემსახურება იმას, რომ ადამიანებს ცოტა მეტი კრიტიკული თვალით შევახედოთ ამ ყველაფერზე, ხო? აი ეს ცინიზმი რო ჩამოვაშოროთ დროებით. ბექა, როდესაც ეს განცხადება მოვისმინე დილას შენ ჯერ გეძინა და გამახსენდა ერთგვარი პარალელი რო გავაკეთოთ, როდესაც სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი და აი მინდა რომ ამაზე კიდევ პასუხი რა იქნება იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სჯერა ამ განცხადების და ამ განცხადების ერთგვარი ნააზრევის, როდესაც ვსწავლობდი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს, საკურსო ნაშრომს, როდესაც ვწერდი სამაგისტრო ნაშრომს, რო კიდე თავი დავანებოთ, აი რიგით საგანში, რიგითი ნაშრომი, როდესაც გვქონდა დავალებად, აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ ნებისმიერი თეორია, რომელსაც ავითარებდი, ის რაღაც არგუმენტებით უნდა გაგემყარებინა. ეს არგუმენტები წყაროს სახით უნდა ყოფილიყო დართული და დეტალურად, რომელი წლის გამოცემიდან, რომელ გვერდზე არის და რა თქმა უნდა ვინ არის ამის ავტორი. სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში ეს წყარო კიდევ ბევრი უნდა ყოფილიყო და უფრო მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო. და როდესაც აი ამ განცხადებას უსმენდი, აი ამ შეთქმულების თეორიებს, პირველი ეს გამახსენდა, რომ სად არის ეს არგუმენტები. როდესაც აი ასეთი განცხადებებით გესაუბრებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, სადაც ფაქტობრივად თან დართული წყარო არ არსებობს და ეს არის რაღაცა მათი მოარული ნააზრევი. რეალურად ეგ პრაქტიკაა, ხო? მთელი წინასაარჩევნო კამპანიიდან დაწყებული მანამდეც ახლა რამდენი გვახსოვს, ხო, ასეთი ზოგადად ეგ მახინჯი პრაქტიკა ხო მუშაობს და ამას ეყრდნობა რა სერიოზულად ეყრდნობა. და მე მაინტერესებს რომ ადამიანები რატომ არ სვამენ კითხვებს, საიდან მოდის აი ეს სწორედ ამიტომაც ავითარებენ ესე აქტიურად ესეთ შეთქმულების თეორიებს და ამიტომაც რაღაც წარმოსახვით მტერს ქმნიან, ან კიდევ გუშინ რომ პარტნიორები იყვნენ, დღეს ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები იმ რეალობაში, როდესაც რეალური მტერი ყავს ჩვენ და 20% აქვს ქვეყნის ოკუპირებული. ეგ თითქოს ესე დაავაგეს, რომ კი რუსეთი მტერი არის და ეს არის რაღაცა თითქოს აპრიორი მოცემულობა, მაგრამ ეხლა კიდე ახალი მტრის ხაზს ქმნიან ისე, რომ თითქოს ეს მტრის ხაზი თან მეგობარია მათი. ხო, არა, იქ ისინი ჩვენ მეგობრულად ვართ განწყობილი და იქ არის დიდი უბედურება ხდება, ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს, აი ყველაფერზე გზადაგზა ვილაპარაკებთ
აბზაცებად ჩავშლით ამ განცხადებას და ყველა ნაწილს გავაანალიზებთ, მაგრამ ვიდრე დავიწყებთ, მინდა რომ კითხვა რა მთლიანობაში რა შთაბეჭდილება დაგჭირა, როცა ამას უსმენთ. რა მოხდა? მთლიანობაში ზუსტად ეს შთაბეჭდილება დამჩარითიც დავიწყე და რაც გამახსენდა თქო რომ თქვი ხო, ნებისმიერი ადამიანი რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს, ეს პრაქტიკა აქვს და პირველი ეგ გამახსენდა რომ არგუმენტი აქ არაფერი არ იყო, არანაირი წყარო არ იყო და რაღაცა ბრალდებებით, კონკრეტული პოლიტიკური პირების თუ რაღაცა ხალხების მიმართ ჩვენ გვთავაზობენ აი ამ ერთგვარ ნააზრევს, რომელიც არის რაღაცა მტრის ხატის კიდე უფრო გამოკვეთაზე, გამძაფრებაზე ორიენტირებული, რომ აი ჩვენ რაღაც მეგობრულები ვართ და ადამიანები გვიპირისპირდებიან და ისევ ეს ომის თემატიკა, რომ ჩვენ თუ არ აუყვებით მათ აი ამ უარგუმენტო მსჯელობას, მაშინ ჩავერთვებით ომში. და ეს შიშის ფაქტორი ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ შიშის პოლიტიკაზე, აი ჩვენს არხზე სხვა ვიდეოებსაც თუ გადახედავთ, როდესაც ჩვენ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, იქ სწორედ ეს აზრი გქონდა შიშის პოლიტიკაზე, სადაც ფსიქოლოგებიც საუბრობენ და ფაქტობრივად აი ამაზე ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, ქართული ოცნების პოლიტიკა, როგორც შიშის პოლიტიკა და ამ შიშზე აგებული, დამყარებული, არ ვიცი, ადამიანების მოკრებო ასე ვთქვათ, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ ეთანხმებიან მათ პოლიტიკას. კი, ზუსტად, შეიძლება საერთოდ არ ეთანხმებიან. აი აქ არის ერთი საკვანძო ამბავი რომ ნახე, ყველა ჯერზე, აი ამას მინდა რომ დააკვირდეთ რა. ამას არა მარტო ეხლა აი ყოველთვის უნდა დააკვირდეთ, რომ ეს არის ძალიან მავნებლური პრაქტიკა, როცა კონკრეტული ადამიანების სანქცირებას, ან მათი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს, გადადგმულ ნაბიჯებს, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ქართული ოცნება, ხო, გვთავაზობს როგორც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და ქართველი ხალხის დასჯას. აი ამ ყველაფერზე იქნება აქ ლაპარაკი, პირველივე აბზაცში იქნება ეს თემა და დავიწყოთ ნებო. და კიდევ ერთი დაკვირვება, მე არ მახსოვს ეს გითხარი თუ არა ვიდრე ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდით. ჩემთვის ეს იყო შესამჩნევი, კიდევ ერთი ეს არის ცინიზმის ენა. აი აქ კიდევ უფრო გამოიკვეთა ჩემი დაკვირვებით ეს ცინიკური დამოკიდებულება, იგივე როდესაც ორუელს ახსენებენ, ჯორჯ ორუელი ხშირად არის ნახსენები სხვადასხვა მსჯელობაში და სხვადასხვა. მადრეც იყო 1984 ნახსენები, ხო? მე მგონი მდინარაძე მახსენე ერთხელ. არა, ისინი ხშირად ამ ბოლოს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ნაწარმოებს, მაგრამ აი აქ კიდევ ერთხელ აი ამ ფორმით, რომ თითქოს ჩვენ ადამიანები, რომლებიც მათ პოლიტიკას უპირისპირდებით და ეს მაგალითად მოგვაქვს ხოლმე რაღაც ავტორიტარიზმის რაღაც ნიმუშები, ეს იქნება ლიტერატურიდან თუ სხვა შემთხვევიდან, აი ეს უკვე ცინიზმის ფორმაში გადაიტანეს მათ. თითქოს აი ის რა გამახსენდა, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად, რომ აი ეს მარო მაყაშვილის ფრაზაც რაღაც ცინიზმის კონტექსტში გადაიტანეს არჩევნების შემდეგ. აი ეს ცინიზმი ჩემთვის, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ კიდევ უფრო გამოიკვეთა აქ და აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს 1984-ში აღწერილი მე მაგალითად რეალობა ჩვენთვის თუ არის აქ რო იყო ნახსენები ამ განცხადებაში, რომ ეს ომი არის მშვიდობა და ეს მთავარი სლოგანები, ხო? ამ წიგნში აღწერილი სისტემის მთავარი სლოგანები რაც იყო, გამოყენებული იყო პირიქით, ანუ თითქოს ამას წარმოაჩენენ, რომ არა, ამას თვითონ კი არ აკეთებენ, აი ამ მსგავს სისტემას თვითონ კი არ ქმნიან, არა, პირიქით ამას ებრძვიან და გამახსენდა, გეუბნებოდი ის სწორედ ამ 1984-ში რომ არის სიძულვილის 2 წუთს რო აწყობენ იმ ჭეშმარიტების სამინისტრო, თუ არ ვცდები, ესე ქვია იმ სამინისტროს ამ ნაწარმოებში, სადაც მთავარი გმირი მუშაობს. საწესნაწილში და იქ ან ჭეშმარიტების ხო, ანუ რომელიც აყალბებს ისტორიას და რეალობის მუდმივი კონტროლი ევალებათ და ამ რეალობის გაქრობა, შემდეგ ამ მთელი წარსულის გაქრობა, ფაქტების მიჩქმალვა, გუშინ ვის ებრძოდნენ, შეიძლება დღეს სხვა მტერი დაისახონ, თუ გუშინ იყო ევრაზია, დღეს შეიძლება გახდეს ეს შუა აზია და თუ გუშინ ებრძოდნენ ევრაზიას და ამაზე იყო მთელი პროპაგანდა აწყობილი, უნდა მოსპონეს გუშინდელი წარსული და დღეს უკვე სხვა
სხვა რეალობა უნდა გადაწერონ და იქ ატარებენ ამ სიძულვილის 2 წუთეულებს რა და ჩართავენ დიდ მონიტორზე გამოსახულებას, სადაც ან აგრესია უნდა გამოხატონ ხალხის მტერის, რაც კრებითად არის მოცემული ამ შემთხვევაში, ხო დღევანდელ რეალობასთან რომ დავაკავშიროთ ეს ყველაფერი ეს იგივე გლობალური ომის პარტია, რაღაც ლოკალური აგენტურა თუ აგენტურული ქსელი და აი ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს ეს ხალხი აგრესიით და მე უკვე დიდი ძმა ჩნდება ბოლოს ამ 2 წუთეულის მიწურულს და ეს დიდი ძმა ამ ხალხს ამშვიდებს და მოუწოდებს შემართებას აძლევს რომ იბრძოლონ. Ну, აი ესეთი ძალიან კარგი პარალელებია, მოკლედ 1990-ის საკითხვა დღეს ალბათ საინტერესო იქნება ხალხისთვის, ვისაც არ წაუკითხავს, ბევრ პარალელს დაინახავენ და ხო და ცინიკურია რომ ამას ახსენებენ ხოლმე. მოდი ვუთხრათ რომ ჩვენც ვკითხულობთ წიგნებს და ჯორჯ ორუელი მით უმეტეს კი ბატონო, დღეს ძალიან აქტუალურია. დავიწყოთ დიდი შესავალი გამოგვივიდა და მოდი პირველი აბზაცი წავიკითხოთ. ასე იწყება ტექსტი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ეს არის პირველი აბზაცი. აი ბოლო რაც წერია რომ რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ხო, ანუ ესეთი გაუგებარი ეს არის ზუსტად ანუ მთავარი ამბავი აქ ის არის რომ აქ ხო ესე ვიწყება რომ ანუ რადგან ისინი გვიპირისპირდებიან ჩვენ ნდობას ვკარგავთ მათ მიმართ თუ დაასანქცირეს ქართველი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ან ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური და სხვები თუ დაასანქცირდნენ აი ამ ნაბიჯით ეს არის ანტიქართული ნაბიჯი, ანუ აქ შემოდის ზუსტად ის თემა რომ მათი დასანქცირებიდან პირდაპირ პარალელი გავლებას ცდილობენ იმაზე, რომ თუ დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ეს ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. არა და ამ დროს ის ავტორები, ვინც აი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ქართველ ხალხს, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ და ჩვენ ვუპირისპირდებით პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ უკუსლას უწყობს ხელს და გავლენის ქვეშ არის რუსული, ჩინური და ირანული პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქმედებს ეს გუნდი. ანუ აი ამის ფონზე, იმ საარჩევნო თემების ფონზე, იმ ძალადობრივი ფაქტების ფონზე იღებენ ამ გადაწყვეტილებებს და მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, იგივე სავიზო ნაწილში, ხო? ხო, ნახეთ ჩვენ ეს, რომ ნუ აქ არისო მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე და დიპლომატიურ პასპორტებზე იყო საუბარი, ხო? და ეს განცხადება ახლა ამ შემთხვევაში გვთავაზობს საპირისპირო რეალობას, რომ არა ეს არის ანტიქართული ნაბიჯი, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ბოლოს დასკვნის სახით აი ამ აბზაცში რას გვთავაზობს, სწორედ რაც აღნიშნე, რომ ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ანუ მე რადგან ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს ქართველ საქართველოს მოქალაქეს მთავაზობს, რომ შენ ამის გამო უნდა გაგიჩნდეს უნდობლობა, ნდობას ძირი უნდა ძირს უთხრის ეს ყველაფერი, ხო? ანუ აი ეს ხდება მოდელირება რეალობის რა, რეალურად ვინც არ იცის ეს ყველაფერი რა უძღვის წინ, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები, ჩათვლის რომ ხო აი დაასანქცირეს და მორჩა, ანუ ჩვენ ანუ მე არ ვიცი აქ მინდა ერთი რამე ვთქვა კიდევ რომ სადამდე მიდის ეს პროცესი ძალიან მაინტერესებს, ანუ ეს თემა ახალი არ არის, რა მუდმივად მიდის იმას ხაზგასმა, რომ აი ქართული ხალხის სახელით საუბარი და რომ ძირი ეთხრება ნდობას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. არ ვიცი. ამაზე მაქვს მოსაზრებები, მაგრამ ჯერ ადრეა რა, ანუ თანდათან ალბათ კიდევ უფრო გამოიკვეთება ეს მოსაზრებები, სადამდე შეიძლება მიდიოდეს, თუ გაქვთ თქვენ აზრი ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაწესოთ, ანუ სადამდე მიდის ეს პროცესი, ძალიან საინტერესო, საბოლოოდ რა შედეგი უნდა დადგეს. ანუ ხალხის აი ასე განწყობა რა შედეგამდე უნდა მივიდეს, ალბათ ამას ექნება თავისი მიზანი და დარწმუნებული ვარ რომ ექნება. გავაგრძელოთ, ხო? შემდეგ ესე იგი უნდა აღინიშნოს რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესები გადგმული გლობალურ ომის პარტიას, პირველი შემთხვევა გვაქვს გლობალური ომის პარტია ახსენეს სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში deep state-ის
მეტასტაზები, რაღაც კიბოა, რომელსაც მეტასტაზები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში, გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. ანუ ხო, ამაზე ხშირად აპელირებენ ანტიქართული უსამშობლოები, აი ეს რაღაცა ეროვნული იდენტობის ნაწილში ამაზე ძალიან ხშირად манипуლირებენ, რომ თითქოს რაღაცა იდენტობას ჩვენ ვართმევთ, რაღაც საზოგადოების ერთი ნაწილი ამ არ ვიცი პროცესებს და მეორე, ну, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნებიც, რაც უფრო დიდი გავლენის ქვეშ არიან Deep State-ის, აი ამ რაღაც წარმოსახვითი Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის უფრო მძიმედ რეაგირებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. გავაგზავნეთ ესე უკრებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის Deep State-ის ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. აი, ზუსტად ის უარგუმენტო მსჯელობა, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ ვიღაცა პრეზიდენტი იქნება, პრემიერი თუ რაღაც მაღალჩინოსანი, რაღაცა სხვადასხვა ქვეყნის, ხო, ის არის Deep State-ის ქსელის წევრი. ეს Deep State-ის ქსელი ძალიან მაინტერესებს, რაღაცა ხე მაინც რო გაგვიკეთონ, სად იწყება, რომელი არის სათავე და ვინ რისი განშტოება არის. ხო, ეს რაღაცა წარმოსახვითი Deep State-ის ქსელი, რომელშიც არის ყველა მათგანი, ვინც ანტიქართულ განცხადებას ნებისმიერად, ხო, აქ თან რანგები შემოვიდა, ნახე, ეს არის საინტერესო, წინაზე არ იყო ხოლმე ესეთები, რომ ანუ პრეზიდენტი იქნება კი ცივილიზებული სამყარო არის Deep State-ის ქსელში. ამის ქვეტექსტი არის ის, რომ ნებისმიერი, ვინც ანუ მათ წინააღმდეგ რამე სიტყვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მორჩა ის არის Deep State-ის ქსელის წევრი და ის არის ის მოქმედებს ანტიქართულად რა ეს. ცოტა შემსუბუქებინათ მაგალითად ეთქვათ, რომ Deep State-ის რაღაც იდეოლოგიის გავლენის ქვეშ არის. ანუ რა გაცინებს მართლა უფრო სერიოზულად არ იქნებოდა? ეგეთებიც არის აქ, ეგეთებიც არის. ვიღაცა ხო შეიძლება რომ უბრალოდ იყოს მოტყუებული. აი რომელიმე ქვეყნის რა ვიცი პრემიერ-მინისტრი. ეგეთებიც იძახიან ხოლმე, რომ ისინი არიან რაღაცა გავლენის ქვეშ და თავის სახელმწიფოზე მაგას გეუბნები ზუსტად, მაგის თქმა მინდა რომ ამ განცხადებაში ისინი კიდევ უფრო დამძიმდნენ, ვინაიდან არ არიან გავლენის ქვეშ და ისინი უკვე არიან რაღაცა ქსელის წევრები. მაგათ გადარჩენაზეც იქნება აქ ბოლოში საუბარი და მივალთ მანდამდე რომ ანუ მათ საბოლოოდ მე დასკვნა ხო გამოაქვთ რომ ჩვენო უნდა ვიმუშაოთ იმათ მოსარჯულებადო რა რომ რაღაცნაირად ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებსო ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში Deep State-ის განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას, ეს მე რამდენჯერ მომისმენთ. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ Deep State-ი ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. Deep State-მა შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. Deep State-მა ომის ქარცეცხლში გაახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო, ყველაზე მძიმედ კი Deep State-ის პარტნიორების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200 მილიარდიანი ეკონომიკა. დღეს პრაქტიკულად განადგურებულია, რაზეც მაიდანის ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ხო, აი აქ უნდა გავჩერდეთ მე მგონი და დაუბრუნდეთ აქ ძალიან საინტერესო მონაკვეთი არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი ომის ქარცეცხლში გახვია არაერთი ქვეყანა Deep State-მა, ხო, ანუ თითქოს არ არსებობს ამ ომების საფუძვლები. ანუ კაი, უკრაინაზე მივიდეთ, მაგრამ კიდევ ახლო აღმოსავლეთში გვაქვს ხო ომი და ურთულესი კონფლიქტი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გრძელდება და ნუ ჩვენ ვიცით ხო, რა ხდება რა მოხდა 7 ოქტომბერს, მერე როგორ განვითარდა მოვლენები, იქ მთელი ირანის მხარდაჭერილი პროქსი ჯგუფები, მთელი ამხელა წინააღმდეგობის ღერძი, როგორც ეძახიან და მთელი ეს დაპირისპირება, რაც ანუ უდიდესი საფუძვლები აქვს და ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ამ ყველაფერს და 10 წლეულების განმავლობაში გრძელდება და ანუ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეხლა რაღაც Deep State-ის
რაღაც დაკვეთით ხდება ეს ყველაფერი, ეს ომები და ეს რო არ არსებობდეს ეს კონფლიქტები თავისი საფუძვლებით არ იარსებებდა იქ უამრავი რელიგიური, ეთნიკური, ეკონომიკური უსაფრთხოების და ვიცი, უდიდესი თემა არის, ხო? ახლო აღმოსავლეთს რო თავი დავანებდა უკრაინაზე გადმოვიდეთ, ამათ მსჯელობაში, რადგან ჩვენ წინა აბზაცშიც ვნახეთ, ხო, რომ deep state-ის ქსელის წევრი იმდენი ადამიანი გამოდის ვექა, რომ ფაქტობრივად ეს შეიძლება რომ კი ბატონო, აი აქ ახლა 2014 წლამდე რომ უკრაინას ჰქონდა ყველაფერი, ხო? 200 მილიარდიანი ბიუჯეტი და მშვიდობა და ასე შემდეგ, ვინმე ავიწყდება, რატო დაიწყო ეს პროცესები უკრაინაში, არ ვიცი, 2014 წელს რა მოხდა, ჩვენ არ გვახსოვს ეს ყველაფერი, ან ახლა რატომ დაიწყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, არც ეს არ გვახსოვს, მე აქ ვითარდება აზრი, რომ აი როგორ რადონემდე მიიყვანეს უკრაინელები და ამან არავინ პასუხი არ აგო, ხო, ამაზე ეს მაიდანის ავტორებს რომ ამობენ. აი ბექა რა ომის დაწყების საფუძველი რა იყო? აი მარტივად ვთქვათ რა, ხალხს შეიძლება ავიწყდება ეს ყველაფერი, რუსეთმა მიაყენა ტანკები იმის გამო და მანამდე იყო პუტინის უზარმაზარი განცხადება იმაზე, რომ უკრაინელებს არ უნდა ქონდეთ საკუთარი სუვერენული უფლებების რაღაცა გამოხატვის თავისუფლება, რომ აირჩიონ ესა თუ ის ბლოკი, მათი მთავარი ამბავი რა არის აქ, ხო? გადაწყვიტა უკრაინამ რომ როგორც დამოუკიდებლობა სახელმწიფომ რომ იაროს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იაროს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და მათ პირდაპირ უთხრეს, რომ არა, შენ თუ აი ამ გზაზე წახვალ, მე შენ მოგაყენებ ტანკებს და მიაყენეს და აი ამის მთელი ომის საფუძველი ეს არის, ხო და ის ხალხი კათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგ საკუთარ დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. და ეხლა ჩვენ ამ ხალხს ეს განცხადება რას ეუბნება? აი, კაი თავი დავანებოთ რა საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ და აი ამ რაღაც შიდა პოლიტიკურ ამოცანებს, რაც შესაძლებელობასაც ახლა ესენ ცდილობენ. წარმოიდგინე, რომ უკრაინაში ათასობით ადამიანი ეწირება იდეას რა. იბრძვიან, სიცოცხლეს წირავენ იდეას, რომ მათ უნდათ რომ ეს თავისუფალი არჩევანი გააკეთონ და აი საწყალი ხალხი როგორ ეს ტვინი აურიეს deep state-ელებმა, ჯიგრებმა და გააწირეს რა და მიიყვანეს ამ ამბავამდე და აი ჩვენი უკრაინიზაციას უნდა მოხდეს და ამას ეს ქართული ოცნება თავიდან რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი და ეს ჯორჯ ორუელი რადგან ესეთი აქტუალური არის კიდევ ერთხელ გამახსენდა და შენც ახსენე რომ წარსულის გაქრობის მცდელობა აი ესეც ხო არის ერთგვარი მცდელობა იმისა რომ რეალობის მუდმივი კონტროლი და ეგეც რაღაც უახლესი წარსული იქნება თუ უფრო შორეული წარსული იქნება ხო ანუ ესეც ხო არის რაღაცა იმ საფუძვლის ინფორმაციის გაქრობის ფაქტობრივად ესე შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ აი მაგაზე მაგალითად არასდროს არ საუბრობენ აი ამ მიზეზებს და რეალურად რა იყო მიზეზი. ყველაფერი რაღაცა deep state დაჯგუფების გადაწყვეტილებებზე და მათ რაღაცა თამაშებზე არის აგებული და მართალია. აი უკრაინას რო თავი დავანებოთ, იგივე კონტექსტში ხო საუბრობენ 2008 წლის ომზე. აქაც მათი მიზანი როცა არის რომ აი ნაცმოძრაობას დაარტყან თუ მიშა ათრიონ და რაღაცა სატანა და ასე შემდეგ ამის აი ამ პოზიციის გასამყარებლად ხშირად მოყავთ და აქაც არის ნახსენები რომ აი მან ჩაითრია ომში ეს ქვეყანა და deep state-მა მაშინა ესე უკარნახა და გმირად აქციას შეგვხვდება ეს ტექსტი და თითქოს მათი ამ პოლიტიკური ამოცანის მიღმა სხვა რეალობა არ არსებობს რა 2008 წლის ომს არ ქონია საფუძვლები და ხო ამაყობენ იმით რომ მათივე ხელისუფლების პირობებში ჰააგის სასამართლოში ჩვენ გამარჯვებას მივაღწიეთ და გამოჩნდა იქ ომის დანაშაულებიც და რეალურად გამოიკვეთა ხო რომ რუსეთის აგრესია იყო აქ და ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი ხო ერთ დღეს რომ მეუბნები რომ ჩვენ არ დაგვიწყია ომი და ამაზე ამაყობ რომ აი ჩვენ სასამართლოებშიც კი მივაღწიეთ ამის დადასტურებას ხო და მეორე დღეს მეუბნები რომ აი deep state-მა ჩვენ აქ რაღაცეებისკენ გვიბიძგა და რაღაც ბუნდოვან რეალობას მიქნი რომ ქვეტექსტი რა არის ანუ ეს რა არის ქვეტექსტი რა არის და უკრაინელებმა დაიწყეს ახლა ომი ქვეტექსტი არის კონტექსტი. კონტექსტი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერ მსჯელობაში, ნებისმიერ ფორმატში და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკა. როდესაც კონტექსტიდან შენ რაღაცას ამოგლიჯავ და უარგუმენტოდ შესთავაზებ შენს ამ მრჩეველს თუ ადამიანებს, ვისაც გინდა რომ რაღაცა ხმა მიაწვდინო და მათ ამას აკეთებს სისტემატურად, მე ზუსტად ეგ არის. ანუ იგივე იმ დისტოპიურ, რა ვიცი, ნაწარმოებამდე და იმ დისტოპიურ რეალობამდე მივედით, რომ ფაქტობრივად შინაარსი
ტექსტი, ქვეტექსტი, ისტორია, წარსული, გუშინდელი, უახლესი თუ შორეული არ არსებობს. ანუ ქართული ოცნება ამის დიდო სტატია რა რაღაც უკონტექსტოდ რაღაცები გვთავაზოს. ხო და აი ეს მინდა ზუსტად რა ჩვენი ამოცანა რა არის. ხო დღეს მე ლიტერატურას ვცოდნე მარიამი, რომელიც კულტურას ვაშუქებ 10 წელია და ახლა პოლიტიკაზე ვსაუბრობ, საერთოდ არ მეხალისება, მაგრამ ზუსტად ეს არის ამოცანა, რომ ადამიანებს, რომლებიც უკონტექსტოდ იგებენ რაღაცინ და იღებენ რაღაც ინფორმაციას, რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ აი ცინიზმს თავი დავანებოთ, დამუნათებას არავინ არავის არ ამუნათებს. უბრალოდ აი ამ მსჯელობაში შემოყვევით, რომ რა ხდება დღეს, აი ეს სრულიად უარგუმენტო განცხადება, რაც შემოგთავაზეს დღეს, სრულიად უწყარო, შეიკრიბა და გააცევა ეს. წყაროს მოკლებული განცხადება, როგორ შეიძლება რომ იყოს დამაჯერებელი? კაი, გავაგრძელოთ ემოციებზე რა ვყავთ. ტყუილი რაც უფრო დიდია, უფრო დამაჯერებელია და ამ პრინციპით მიდის ეს ყველაფერი მეგობრებო. სად ვიყავით? ესე იგი, ევროკავშირის ბიუროკრატია. ეს ხო არ გამოტოვეთ? არა. საქართველოს უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. ანუ ეს მათ ასე გადაწყვეტეს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და Deep State-ის ხელით. აი აქ მე რა მაინტერესებს, იცი, ანუ ეს გლობალური ომის პარტია და Deep State-ის სხვადასხვა არის, ხო? არა, ხო გითხარი, ანუ მანამდე ხო თქვით, რომ გლობალური ომის პარტიას ახსენებდნენ მანამდე, მე ეგ ანუ მე ხარ ამ მეგონა გითხრა, გლობალური ომის პარტიას ხო ახსენებდნენ, მე Deep State მეგონა, რომ რაღაც სინონიმივით იყო რა, იმის გლობალური ომის პარტიის ანალოგი თუ რაღაც იგივეს ეძახდნენ. შინაარსის და ქვეტექსტით იყენებენ რეალურად, თუმცა ახლა წერია რომ გლობალური ომის პარტიის კარნახით და Deep State-ის ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვეს. ამით ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, დაამადლეს, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს Deep State-ის თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს, ამაზე ეს ალკე დიდი მითი არის რა, ეს მეორე ფრონტი და ამაზე რა ვიცი მარტივად შეგიძლიათ ჩვენ არხზე ჩემი წინა ვიდეო ნახოთ 30 დეკემბერს არის ჩაწერილი, სადაც ვსაუბრობ აი ამ ყველაფერზე, საიდან მოდის საერთოდ ეს მეორე ფრონტის ანუ იმაზე რომ ამის დასაბუთება არ გვინახავს და კაი აქაც ვიტყვი, თუ არის ეგეთი თეორია რომ ვინმეს ხელები უბრახუნა მაგიდაზე და მოსთხოვა ომის დაწყება და აჯანჯღარა, გვაჩვენეთ ბატონო და იქნებ ჩვენც დავიჯეროთ რომ ეს რეალობაა. თუ არა და ეხლა მეორე მხარე როცა უარყოფს ამ ყველაფერს და ამას შენ თვეების განმავლობაში მეორებრო გინდა თუ არა მე მომიწოდებდნენ და ამათ რეალურად არასახელებ და არასაბუთებ, ხო? კაი, მაშინ თუ ადრე ამბობდი რომ ეს პოლიტიკური ეთიკა არ გიშვებდა და დიპლომატიური ეთიკა არ გიშვებდა, დღევანდელ რეალობაში როცა ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ლანძღავ, კოჭყი ხუსეძახი და ასე შემდეგ და ყველა დონეზე გადალახე შენი დიპლომატიური ეთიკა, რა გახდა ერთი კომპრომატის ჩვენება რა, რა ვიცი, დაგვისაბუთო რომ რაში გამოიხატება რომ მეორე ფრონტის გახსნა არგუმენტები და წყაროები გვჭირდება მეგობრებო. აუცილებლად და მეორე ფრონტის საკითხზე როცა ვსაუბრობთ, აქ არის კიდე მეორე საკითხი იმ ვიდეოში ნახსენები მაქვს, რომ რეალურად ვისჭირდება აქ მეორე ფრონტი, ეს კიდე ცალკე განხილვის თემა არის და სულ პოლიტიკურ ინტერესებს თავი დავანებოთ, ხო, ნუ ანუ სამხედრო თვალსაზრისით დასავლეთს აწყობს თუ არა ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეგ ცალკე თემაა, ნახეთ იქ და ხო, მოკლედ მეორე ფრონტზე როდესაც საუბრობენ და ესეც უარგუმენტო და უწყარო რაღაცა შეთქმულების თეორია არის, რომ ვიღაცა ამისკენ მოგვიწოდებს, მაშინ ჩვენ გვჭირდება, ანუ თუნდაც რა ვიცი, აი ქართული ოცნების წევრებს ვიგუნები, იქნებ გადმოდივარ ხვალ თქვენს მხარეს და თქვენი ამორჩეველი ვხდები, ანუ მე ხო რაღაცა მჭირდება საფუძველი, რომ მე დავიჯერო, რომ მეორე ფრონტის რა ვიცი, თეორია არის რეალური. აქაც არანაირი არგუმენტი და წყარო არ არსებობს, გარდა იმისა, რომ აი დედას გეფიცები ესე იყო და მე და ახლა დედას გეფიცებ, მეც დავიფიცებ 1000 სისულელეს. ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული 5 რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამაზე ვგიჟდები. ამაზე ბლოგზე. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ
კანონის გაწევა და ასე შემდეგ. ბოლო მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც სერიოზულ მოთამაშეთაგან მანამდე ვერავინ ბედავდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ეხლა ისევ ვარაუდებზე გადავედით, ამხელა პოლიტიკოსი ხალხი ეხლა ვარაუდებს ისევ გამოთქვამს. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მე-6 რეზოლუციაში მაღალი ალბათობით რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგთხოვს. მე არ ვიცი ახლა აი რო თქვა პოლიტიკაში მაგალითად მე ვერ ვერკვევი. რა ენა არის ამ ენაზე საუბარი, რომ დიდი ალბათობით, მაღალი ალბათობით ამას ესე იქნება, ხო? და ვისე ვლაპარაკობთ ამას, ანუ რომ დიდი ალბათობით ომის დაწყებასაც ღიად მოგთხოვენ, ანუ ერთადერთი ქვეტექსტი რაც მე ამ ყველაფერში გავინახე, მე მგონია რომ აი გარეთ პროტესტის ფონზე, იმის ფონზე რომ რაღაც უნივერსიტეტებში სწავლა არ არის, ადამიანები სამსახურებიდან წამოვედით, ადამიანებს სამსახურებიდან უშვებენ, დღე და ღამე უკვე 40 დღეზე მეტია გარეთთან. აი ეს პროცესების ეს სწრაფად მიდის, რომ მათ აი დაჩქარებით კიდევ უფრო გაამძაფრეს ეს შიშის პოლიტიკა, იმიტომ რომ პროცესები მიდის ძალიან ჩქარა. ამ ყველაფრის პარალელურად ხო? ადამიანებმა დაიწყეს კითხვების დასმა, ანუ მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს და მათ მყარ ელექტორატსაც კი უჩნდებათ ანდათან, ანუ მათთვის ეს არის რისკი. ხო? ანუ დღეს შეიძლება ისინი სხვა აზრზე გადავიდნენ და აბა რომ მართლა რამე ხო არ ხდება, კაცო, ამდენი ხალხი ქუჩაში დგას, რა შეესაქმე, ხო? აი ეს კითხვები არ უნდა დასვან ადამიანებმა. ეს ყველაფერი მაგას ემსახურება და მეტი, ანუ როგორ გითხარი, როგორც მეტი დოზა წამალი შეუშვა და ახლობით იგივე რაღაც არის რა, ანუ აქამდე ესე მძაფრად ხო არის ყოლაპარაკი, რომ ისინი აპრიორი ჩვენ აუცილებლად მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ და ღიად წარსულში თუ ლაპარაკობდნენ, რომ აი იყო ესეთი მცდელობები. არა, ეხლა უკვე ვარაუდებს გამოთქვამენ, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. ანუ ამ აზრის ვინც ეყრდნობა, მან ეს მეტი სიმძაფრით უნდა მიიღოს. ან დედას გეფიცები პოლიტიკიდან გადავედით ვარაუდის პოლიტიკაზე. კი, გადავედით და ანუ ეს ძალიან საინტერესოა ეს ტრანსფორმაცია რა, ამას მუდმივად ვაკვირდები, როგორ იცვლება ეს ნარატივები რა, ეს არის დამძიმება უკვე. ანუ აქამდე თუ აი მანამდე ხო ვიღაცების დასახელებას ერიდებოდნენ, ანუ ეხლა პირდაპირ მაღალ რანგში პოლიტიკოსებსაც კი, ვინც კი ჩვენ წინააღმდეგ რამე სიტყვის მტერია, ეს გავიგეთ და უკვე ვარაუდი რომ აი ისინი აუცილებლად გახდებიან ის ხალხი, ვინც ჩვენ პირდაპირ ომში ჩართვას მოგთხოვს, უკვე ოფიციალურად მოგთხოვს, ხო? ანუ ეს მტრის ხატის შექმნა იმ რეალობაში, როცა მტერი აქ ყავს. და იქით შენ მიდიხარ და გუშინ მათ შორის შენი მხარდამჭერები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირის ინტეგრაცია და ეს არის ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზა ამ რეალობაში უსაფრთხოებიდან დაწყებული, რა ვიცი, ტერიტორიული მთლიანობით დასრულებული, ხო? რაზე ვლაპარაკობთ? არა, ეგ მიდის ახლა მტრის ხატის ღიად ჩამოყალიბება. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისთვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმით, დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა ადამიანების წამების და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. აი ამაზე რა კომენტარი გააკეთებთ? ყველა ფრაზა ცალკე განსახილველი არის. ეს რაღაც ჯერ ერთი ის თაფლის დასხმა და მზეზე დაწოლა ასე წარმოგვიჩენენ ამბავს რა, რომ აი ჩვენ შევეწირებით და ჩვენ აი ეხა უკვე მაგ ნარატივის განვითარება იწყება, რომ რაც არ უნდა გვიქნან, სულ რომ ტყვია დაგვახალონ შუბში, ჩვენ სამშობლო გვიყვარს და ამას შევეწირებით, ამას ცდილობთ. და მინდა გითხრათ, რომ აი იგივე ჩვენს არხზე ნახავთ ამას, რომ აი ადამიანების წამებაზე როდესაც საუბრობენ, არა მხოლოდ ქართული ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით და კვლევით და ადამიანების გამოკითხვით უკვე წამების კვალიფიკაცია მიენიჭა აი ამ აქციებზე დარბევებს და ადამიანებისზე ფიზიკურად გასწორებას. ამას არ ახლა მედიის მიტაცებაზე როდესაც არის საუბარი, ესეც სასაცილო არის, ვინაიდან პირადად ძალიან ბევრი არტიული დღის წესრიგით მუშაობს დღეს მეინსტრიმ მედიების ძალიან დიდი ნაწილი და რა ვიცი, არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ
დგება საეთერო ბადე საინფორმაციო გამოშვებების და ეხლა ესაც არ არის ახალი და არც პირველი ეს მარტივი ის არის რა ქვია დასადგენი იმიტომ რომ სახელმწიფო მედიების საინფორმაციო ბადეს რომ გადახედოთ თანმიმდევრულად ზუსტად ერთი და იგივე თემები მიყვება ერთმანეთს ერთი და იგივე წესი ამაზე არც თვითონ არავინ არ მალავს პრინციპში რომ ეგრე არის და ღია დააქვთ ნათქვამი რომ ხო ნუ ჩვენ ამ პოლიტიკას ვატარებთ და ამიტომაც ვართ ჩვენ აქ YouTube-ზე. გავაგრძელოთ. ხო, ნუ რაღაც სწრაფად ხარ ჩავიკითხოთ ბევრი დარჩა და ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს ამაზე სიბრაზე მახრჩობს პირდაპირ, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისთვის, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოყოლი, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია, რომელ ჯანმრთელობაზე კვალი არ დაუტოვებია ადამიანი, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, თვალის ბადურა ეშლება ამ ადამიანს, ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანეთ და ნოდარზე ვამბობ, მისი ეპიზოდი არის ჩვენ არხზე და მკურნალობას გადის იმედია, რომ მას თვალით შეუნარჩუნდება და მალე სულად კარგად იქნება. ვინმე კიდე იბრძოდა, ამას არავინ არ დაობს, ეგ ხალხი პოლიტიკამ ჩააყენა მაგ მოცემულობაში, რომ ამ დაკვეთის შესრულება უწევთ და ეხა. და კიდევ ცალკე განსახილველი საგანი არის, ვინ არიან ის დაჯგუფებები, რომლებიც ასე მაგის უსწორდებიან ადამიანებს. ეგ კიდე ცალკე დიდი თემაა, თუმცა ანუ მე ყოველ სკულზე მხვდება ხოლმე ეგ ამბავი, რომ აი ნაბრძოლ კი მე მესმის რომ მაგ ხალხს ძალიან დიდი დამსახურება აქვს რა და არავის არაფერს არ უკარგა, მაგრამ პრობლემა ეგ არის, რომ სისტემა დღეს არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ეს არის და ეს და მაგ ზუსტად მაგ ხალხს მაგ მოცემულობაში ეს პოლიტიკა აყენებს და არა ის ხალხი ვინც აქციაზე დგას. ამის საპირისპიროდ ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და Deep State-ის ფავორიტების მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან Deep State-ში იხელმძღვანელეს რუსველტის ცნობილი გამონათქვამით ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია მე ძალიან მაინტერესებს. აი ალბათ მე მგონია რომ შათირიშვილი ეხმარება მათ აი ამ ციტატების ხელწერა იგრძნობა და მოშველებაში. ლოგიკურია რომ ვინც ძაღლიშვილებს თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი Deep State-მა გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტებისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ Deep State-ი ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს Deep State-ის სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული. ხო, აქ ორი რამის თქმა მინდა, ერთი არის 20 ივნისი და 26 მაისი მოგვიყვანეს აქ მაგალითად 20 ივნისს რას მოყვა ამბავი ხო არ გახსოვს? გავლენის ჩამოყვანას ხო? და ისაც ხომ არ გახსოვს ვინ ამართლებდა მთელი შემდგომი პერიოდი გიორგი გახარიას როგორც კარგი კრიზის მენეჯერს, მაგარ კრიზის მენეჯერს და საუკეთესო მინისტრს, ხო? ესე არა, ანუ წარსულის წაშლასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, როგორც კი გახარია წავიდა ოპოზიციაში, ის გახდა მერე მტერი, Deep State-ის დაკვეთით მოქმედებს, მაშინაც Deep State-ის დაკვეთის მოქმედებდა და მე კობახიძეს კითხეს, რომ მაშინ უკაცო არ იყო, ისო შენ რო ტარს უკრავდიო, ეგ არ იყო კრიზის მენეჯერიო და არა, მაშინო ჩვენო დათმობაზე წავედით Deep State-თანო. და ნუ მე საბოლოოთო როგორღაც მოვახერხეთ, რომ ამას მოვერიეთო და გამოაშკარავა თავის თავიო და რადგან ოპერატორი არ ყავს და თან ვაკონტროლებ კადრში. ფოკუსი გავასწორეთ? კაი, ფოკუსი თუ აირია, მოკლედ არ შემჩნიეთ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, აი არ ვიცეს Deep State-ი ყველაფერს აკეთებინებს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი პრაქტიკულად სრულად აქვს დაკარგული და მთლიანად Deep State-ის კარნახით უწევთ მოქმედება. თავის დროზე აი ამაზე გაჩერება ბექა აღარ ღირს რა, ეს ხო
უკვე გავიარეთ. თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. ან იომებ, ან დაგსჯით. აი ეს ვინ თქვა რა, ხო შეიძლება ვიცოდეთ, აი ვინ თქვა. ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველოს და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. ქართველი ხალხი. ეხლა მე რომ აი მოვიგონო რაღაც, რომ აი არის მამუკა მდინარაძემ დამირეკა, იმან დამირეკა ეს მითხრა და რაღაცა ესეთი თეორია რომ შევქმნა და აი ხალხო ამასთან გვაქვს საქმე რომ ვიღაცამ რაღაცა მითხრა და უნდა დამიჯერო მე. იმიტომ რომ ეს აპრიორი ესე არის. აი ესე მე ჩვენ შეგვიძლია ახლა რაც პატარა პარტია შევქმნათ, ვიღაცამ დაგვირეკა და ვიღაცასთან ვართ ხაზზე და ჩვენ მომავალი ვიცით რამ აი არ ვიცი სასაცილოა. ძალიან პრიმიტიულია, მაგრამ სამწუხაროდ ეს პრიმიტიული დაუსაბუთებელი რაღაცა მსჯელობები, რომელიც რა ვიცი აბა რამ მდგომარეობაში იწერება და ვინ წერს. ეს ყველაფერი ხალხზე მუშაობს რა, ეხლა გვინდა თუ არ გვინდა, ეგ რეალობა არის და როცა სისტემატურად აწვდიან ამ ფორმით და მე ფაქტებს ამახინჯებენ და რაღაცა ნარატივს პარტიაზე იფიქრე. ხო, არ დაფინანსებაზე ვფიქრობ, ჩვენ ხო შეიძლება ვიღაცები ხო გვაფინანსებენ, ოპერატორი კი არ ყავს და ფოკუს შენით ასწორებ, მაგრამ ჩვენც ისე აგენტები ვართ. რაღაც ბევრი კომენტარი შეხვდა რა თქვენ და სხვათაშორის გარშემოც, ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან ეს ხმები მომივიდა, რომ მაგათო ვიღაცაო აფინანსებს ერთიო გაარკვეთ, ხალხო არავინ არ გვაფინანსებს. დაგვაფინანსონ, ვინმე უნდა ეხლა რომ გვაფინანსონ. შეხედოთ რა რეალობაში ვწერთ სახში მოწყობილ პატარა ბავშვი მივაზინეთ. სტუდიაში და განათებად რა გვაქვს გამოყენებული, გაგეცინებენ. მოკლედ შეგიძლიათ დაგვაფინანსოთ. მეტიც ოპოზიციის პირით ქართული ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი გლობალურ ომის პარტიას ქართული ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს. ქართული ხალხი უკომპრომისო პოზიცია ალბათ ეს უკომპრომისო რო შეთანხმდა რომ უკომპრომისო პოზიციას ომში არ უნდა ჩავერთო. ყოველდღე ვხედავთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩადრევა არ დაუშვა. ანუ მე და შენ ესე იგი გლობალური ომის პარტიის აგენტურის წევრები ვართ? არა, წევრები არ ვართ. ეგენი აგენტები არიან ნაცები და კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, რა ვიცი, აქციაზე რო გავსულვართ, შეიძლება მოვიაზრებით რაღაც. საბოლოოდ ქართულ ხალხს ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს. რადგან საზოგადოებას კარგად ესმის აი კრიზისის ნაწილი დასრულდა როგორ გვებრძვიან ეხა ჩვენ რა აქედან რა საბა მიდი რადგან საზოგადოებას კარგად ესმის რომ ქვეყნის განადგურებას ვერც ერთი სანქცია ვერ შეედრება ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართული ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს. გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. აი ეგ ხარ შენ. მადლობა. კოლექტიური აი ხო გაინტერესებდა. აი ეგ ხარ შენ. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმეცრებას. დღეს ის ზუსტად ისევე არადა ნეტა არც მაყურებელმა იცოდეს პოლიტიკა როგორ არასდროს არ მაინტერესებდა. მანიპულირებას სწორედ ამიტომ ახერხებს, რომ შენ ვერ ახერხებ კრიტიკულ აზროვნებას, გამიგე? ანუ ეგ არის აქ რა, ანუ ის ხალხი, ვინც რაღაცებს კითხვებს სვამს, ის რეალურად კრიტიკულად ვერ აზროვნებს და deep state-ის მარწუხებში ხარ მოქცეული. მეტასტაზებიაო გამიშდა, აი დაახლოებით შეგამბავი, კი. კოლექტიური მოწყვლადი ხარ. კარგი. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმეცრებას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. გაჩერდი აქ უნდა ვთქვათ ერთი რამე, რომ საჯარო დისკუსიაში რატომ არ მონაწილეობს ეს ხალხი. შოთა აროელაძეს რო ეპატიჟებოდნენ იმას სხვა პასუხი გასცა მოდიო ფეხბურთზე ველაპარაკოთ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ანუ ღიადი თქვა რომ აქ საკითხი არის ლეგიტიმაციაში და ამიტომ არ მიდის არავინ იქ სალაპარაკოდ, თან აქ ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნახეთ ხალხო, ირაკლი კობახიძე გამოდიოდა და სხვები და იცახდნენ ეგეთ რამეს, რომ მოდით მთავრობის ადმინისტრაციაში და აქ ვილაპარაკოთ. ანუ ეგ კიდე ცალკე თემა არის ეს ხალხი როგორც ცდილობს ლეგიტიმაციის შექმნას ქვეყნის შიგნით
თუ ქვეყნის გარეთ რა, ანუ ეგ კიდე ცალკე თემა, ამაზე აუცილებლად გავაკეთებ ერთ ვიდეოს, შემდეგ ვიდეო მოდი აქვე დავანონსოთ, ეგ იქნება, სადაც მათ შორის აი პია კაუმას ჩამოსვლა არ ჩამოსვლის საკითხზე, როგორ დამახინჯდა და როგორ შეიფუთა ეგ ამბავი, მაგაზე მინდა ვილაპარაკო და ყველა ჯერზე როგორ ანუ მათი კრიზისი არის ახლა ეს ლეგიტიმაციის მიღება, როგორმე ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან და აი ამ ლეგიტიმაციის მიღებისთვის მიმართავენ მთელ რიგ манипуляციებს. თუმცა ამას მიხვდნენ გარეთ თუ შიგნით და ისინიც არ აღიარებენ და ამაზე მუშაობენ, არ მოხდეს აღიარება და მეორე შიგნით ხალხი არ ელაპარაკება მაგითო. მაგის დადასტურება რა აქვს დისკუსიის გამართვას, როდესაც მოთხოვნები არის ძალიან მკაფიო და აი ამ საუბარს რა. მოდი ჩვენ მაგ შეფასებაში არ შევიდეთ, მაგას ხალხი გადასარევად ამბობს. ხო. როდესაც ყველაფერი არის მკაფიო, რაზე უნდა ელაპარაკო ამ ადამიანებს, რომლებიც აი ამ განცხადებას აბცენებენ. ისინი გეტყვიან, რომ აი გლობალური ომის პარტია არსებობს, მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ და ჩვენ მაგარი ტიპები ვართ და ამას ომს გარიდებთ თავიდან. ანუ იგივე სიტყვიან რეალურად, სადაც ვინც არ უნდა დაუჯდეს ელაპარაკოთ, აბსოლუტურად იგივეს გაიმეორებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა სამწუხაროდ ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედან. გლობალური ომის პარტიის გავლენით თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი. ვიდრე ორუელთან მიხვალ, გეხოწრე კრიტიკულად შეხედავ მათ განცხადებებს, ანუ მაგალითად ჯო უილსონის ერთ-ერთი განცხადება ეგეთი იყო, რომ ხალხო, აი კოვახიძის ცნობილი კადრიედო იქ რო იყო ჩასული ირანში და ხედავთო რა, ანუ აქო ჰამასის ლიდერთანო რატოდ გახარო, ანუ რა ვიცი, აბა კრიტიკული თვალით, რანაირად მაშინ სიცოცხლით დავიწვი, როცა ეგ ამბავი და უბრალოდ ფაქტად ვიტყვი, ვიდრე კოვახიძე წავიდოდა, იყო ისრაელის დამოუკიდებლობის დღე. კი. და ვიყავი გადაღებაზე. საელჩოს ჰქონდა მიღება, ხო? საელჩოს ჰქონდა მიღება, სადაც რა თქმა უნდა ყველა ოფიციალური პირი იყო მიწვეული და ქართული ოცნებიდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მე მგონი. ანუ აი პირველი პირები არ იყვნენ ამის თქმანი და აი თუ ირანში მაინც ამერე გაამართლეს, რომ ირანში იმიტომ ჩავედით, რომ აი ამას უბრალოდ ფაქტად მოითხოვდაო და პროტოკოლი არ მოითხოვდა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს. ჯერ ერთი იქ მისვლას რატო არ მოითხოვდა და მეორე, როცა შენ 26 საუკუნოვან მეგობრებაზე საუბრობ და მეორე თუ მაინც ირანში გავუშვებდი რა ვიცი საგარეო საქმეთა სამინისტროს რაღაცა დეპარტამენტის რაღაცა მეორე ხარისხოვან ჩინოვნიკს რა და იქ დამთავრდებოდა ეგ ამბავი თუ მაინც ეს აღნიშნა იყო გასაკეთებელი დავესწარის ამბავში რა ანუ იქ პირველი პირის აი ამ დონით რო იყო წარმოდგენილი აი ამაზეა საუბარი და ის ხალხი იმიტომ გეუბნება შენ რომ პროირანული ხარ, პრორუსული ხარ და ანტიდასავლური მთავრობა ხარ, ხო? ამაშია საქმე და ახლა ну მოდი და შეხედე ამას. ხო, კაი, შევხედავთ კრიტიკული თვალით სხვა განცხადებებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კრიტიკა დასაბუთებულია ხოლმე ამის თვალით. მე მაინც ვარ ეს ტელევიზიის ტემპზე და უკვე 50 წუთზე ავეჭით. ცოტა მინდა რომ კაი, გავაგზავნეთ. დინამიური იყოს ჩვენგან. გზადაგზავ ჩერდებით, იმიტომ რომ არგუმენტები არის რა დასახელებელი, იმიტომ რომ თვითონ არ ასახელებენ ამ არგუმენტებს და ზოგს არ ახსოვს ეს ყველაფერი, ხო? რა ვქნათ? თუმცა სამწუხაროდ ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ეს წავიკითხე, ხო? გლობალური ომის პარტიის გავლენით თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი. ომი არის მშვიდობა, მონობა თავისუფლება, ჩვენს საკითხული გვაქვს, ხოლო უმეცრება ძალაა. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს. მოდი პირდაპირ უნდა ვთქვა რა, აი ზუსტად ეგ მეთოდი არის მთავარი ინსტრუმენტი ვიცი, აი ამ მთელი პროპაგანდის ღერძის რა. ანუ ამბების უკუღმა წარმოჩენა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ შუშის თვალები არ გვაქვს და ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ. და ვეცდებით რომ სხვებსაც დავანახოთ რა. უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისი საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. ამჯერად რა ამ დასკვნით მიმღები არ მაქვს შეერთებული. კაი, იმედია რომ ხმა იქნება ადეკვატური.
უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ, ანუ ხმა თუ არ იქნება ისეთი მკაბიო. გვაპატიეთ. უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ. ამერიკელ კონგრესმენს ჯო ვილსონს დაიწყო. ჯო ვილსონამდე ვიდრე გადავალთ, ეუთო იყო აქ ამბავი, ამაზე პრინციპში თქვი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნის მიზეზი მან თავად განმარტა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში და თქვა ასეთი რამე, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი მისია არ მდგომარეობს იმაში, რომ ვინმეს ლეგიტიმაცია მივანიჭოთ, ან არ მივანიჭოთ. ჩვენი მისია არის დაკვირვება, ჩვენი მისია არის შენიშვნების შემუშავება, ჩვენი მისია არის რეკომენდაციების მოწოდება და შემდეგ ამ რეკომენდაციების ყველა მხარესთან გაზიარება. და რა იმის გათვალისწინებით, რომ აქ საკითხი ესე დადგა, რომ თუ ვინმე ჩამოვიდოდა და ვინმეს ხელს ჩამოართმევდა, ამით მისი ლეგიტიმაციის ცნობა მოხდებოდა, რასაც ცდილობს ახლა ეს პოლიტიკური გუნდი და მეორეს მხრივ დადგა ესეთი მოცემულობა, რომ პარტიებმა ოპოზიციურმა მოუწოდეს, რომ ეგ არ ქნათ, იმიტომ რომ ამას ასე გამოიყენებენ, ამიტომ მიიღეს ეგ გადაწყვეტილება, რომ არ ჩამოსულიყვნენ. და ახლა ცდილობენ აი ამ ფაქტებს, მათ შორის ამ ინტერვიუს ნახეთ რადიო თავისუფლების ეგ ინტერვიუ, რა წერია ამ ინტერვიუში და ნახეთ შემდეგ როგორ გაშუქდა ეს თემა, სადაც არც ერთხელ, არც ერთ მედიას გულისხმობ სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელ მედიებს არ უხსენებიათ, რომ ამ ადამიანმა ასეთი რამე თქვა, რომ მე არ ვანიჭებ ვინმეს ლეგიტიმაციას. არა, იქ სხვა რამეებზე იყო მხოლოდ ლაპარაკი, ფრაგმენტულად, როგორც ხდება ხოლმე. აი, გავაგრძელეთ. შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ ჯო ვილსონს მივადექით, ხო? ესე იგი, ამერიკელ კონგრესმენს ჯო ვილსონს დაინიცირებინეს ეგრეთ წოდებული, ეს ყველაფერს აკეთებენ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ მტერი აქტი შეიძლება ეწოდოს, ვილსონმა იმოქმედა პრინციპით სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად და Deep State-ის დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ეს კეზერაშვილი რა ფინანსებს, ხო? ხო, ერთი ქვით არის გვაჩვენოს. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს ჯო ვილსონს ხმარდება, რითაც Deep State-ი თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო ვილსონი არის Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, დეგრადირებული პოლიტიკოსი, ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვშირს თუ არ ვიომებთ. აი, აქ ძალიან მაინტერესებს, როდესაც ჯო ვილსონის ნულოვან პოლიტიკურ კულტურაზე საუბრობენ ეს ადამიანები. როდესაც შენ ნებისმიერ პოლიტიკოს უწოდებ დეგრადირებულ პოლიტიკოს, ანუ მათი კულტურა რა ნიშნულზე არის? ნულს ქვემოთ. ხო, მეორე კიდე დაგვშის თუ არ ვიომებთ, ამას გვემუქრებაო და სადახსენ ამ კაცმა დაგვშით თუ არ ვიომებთო, ეს ძალიან მაინტერესებს ერთი. მეორე, აქ დაფინანსებაზე კეზერაშვილზე, რა ვიცი, ხა კეზერაშვილის ადვოკატი 100 წელი არ ვიქნები, მაგრამ აქაც ეგ პრობლემა შემოდის რა, დავუშვათ, რომ ვიღაცა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, უხდის ვინმეს ლობირებისთვის ფულს, დავუშვათ. ამას დასაბუთება არ ჭირდება. აბას ვამბობ. იმ კაცმა, იმ ამერიკელმა რესპუბლიკელმა ჯო ვილსონმა თქვა ესეთი რამე, რომ თუ მე რაიმე დაფინანსება მექნება ამ ხრივ ვინმე ფულს გადამეხედე, ეს ჩემს დეკლარაციაში აისახებაო და ავიცი, მე სხვა რამე მალაპარაკებსო და მე ქართულ ხალხთან მეგობრობა და ჩემი დამოკიდებულება და ამ ქვეყნის მიმართ ჩემი, ავიც, რახვები მალაპარაკებსო და ავიც თუ გაქვთ თვითრები, გამოდეთ და ამ ხელმოწერილს დაუვირთეთ და აქ არის იცი როგორი ვარიანტი, როდესაც ქართულ ოცნებას, ეხლა ეს მე შეიძლება რადგან ეს ნიუს აქტიურად მაყურებელი ვარ, შიგნით სივრცეებით, გარეთ სივრცევითი, მეთანხმები თუ არა, რომ როდესაც ქართულ ოცნებას მნიშვნელოვანი კრიზისი უდგას, მაშინვე ხდება საინტერესო სააკაშვილმა სასამართლოზე რა განცხადება გააკეთა, სააკაშვილმა არ ვიცი, როდის რა თქვა და ასე შემდეგ, ანუ მაშინვე წინ წამოდის ხოლმე, ხო, გოლდსტეინი, წინ წამოდის ხოლმე ეს ოდიოზური რაღაც პერსონაჟები, მათი მტრის ხატი შექმნა, რომ აი აქედან გიხსნით ხალხნა ჩვენ და რა ვიცი, ადამიანებს აღარ გვაინტერესებს. რა
რა ვიცი, მაგიტო გადავირჩიეთ ის ყველაფერი, ხო? ნუ ეს ახლა ძალიან ეს ცალკე საკითხია, ხო? ნუ ხო და აი ეს კეზერაშვილი ჩემოდის ხოლმე ხაზზე და არ ვიცი ეგება კაცო ეს რა რეალობა არზე სწორი არის და თუ იქნება არგუმენტები ისევ ამას ვუბრუნდები ჩვენ ყველანი დავიჯერებთ ამას თუ მართლა ერთი ქვითარი იქნება ნაჩვენები ამ დეკლარაციაში იქნება გადარიცხვა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს რა მსგავსი და ჩვენ არის ხო ისე ჩვენი სპეცსამსახურები რასაკეთებ შეგახსენებთ რომ ის რა ქვია 4 გვამი რომ უნდათ იმაზე რა ქვია აქციაზე მაგას იკვლევენ და იმას ბიძინა ივანიშვილის რა ქვია? ყველობა რო იგეგმებოდა, ხო. შეგახსენებთ რომ ჯო ვილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ვილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს. არ ვიცი, იცი რის თქმა მინდოდა წეგან ერთ-ერთ ნაწილში აქ რომ ესეთი აი რეალობის წაშლის ნარატივია რა ისე ვნახე გუშინ ვიღაცა კაი კაცი იყო, გუშინ ამბობდნენ რომ აი რესპუბლიკელების იმედზე ვართო, დღეს ხო ამბობენ რომ ტრამპის იმედზე ვართო, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, დღეს რა რიცხვია? 8 იანვარია ხო? 20 იანვარიც მალე მოვა და იტყვიან რომ აი ტრამპი ვერ გამოდგა და Deep State-ის დამარცხებას ყვირდებოდა და ვერ დაამარცხა და მორჩა, ამიტომაც ვერ ვალაგებთ მაგასთანო, ხო? ანუ იგივე იყო ემაზე მაკრონზე, ეხლა ხო ლანძღავენ მაკრონს, ხო ცუდი კაცი არის და მაკრონმა რომ ბიძინა ივანიშვილს დაურეკა, ვიდრე ის თვითონ ელისის სასახლე გაავრცელებდა განცხადებას, რომ ჩვენო იქო სხვაში ნარსის საუბარი გქონდაო, მთელი დღის განმავლობაში ხალხი ჰალსტუხებით, პიჯაკებით პარლამენტში იდგა და ლაპარაკობდა, რომ ერთი დიდებული სახელმწიფოს დიდებულმა ლიდერმა როგორ დაურეკა მეორე დიდებული სახელმწიფოს დიდებულ ლიდერს და როგორ ესაუბრა და მეორე დღეს ეს დიდებული ლიდერი მაკრონი გახდა, რა ვიცი, აგერ არის Deep State-ის მაკრონი Deep State-ის ქსელის ნაწილი. აბა რა ჟანდაბა მაკრონი პრეზიდენტიო პრემიერ მაგან თავის ქვეყანას მიხედოსო, აგერ დღეს პაპუაშვილი ამბობდა თუ გუშინ პოლიტიკური კრიზისი მაგას აქვს თუ აქვსო და გადასარჩევი არისო. აღარ არის მაკრონი დიდებული სახელმწიფოს დიდებული ლიდერი, მოკლედ. წავშალეთ რეალობა დავწერეთ ახლა. შენ დაგავიწყა ოლიმპიადაზე როგორ გახსნა ქონდა? საშინელი, LGBT პროპაგანდისტები არიან, ბუდე. წავედით, გავაგზავნეთ. პრეზიდენტ ტრამპის მიერ Deep State-ის მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც გვჯერა თანაბრად შედის როგორც საქართველოს ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ხო, ტრამპს დავიყდენით, ჩამოვეკიდოთ ახლა, შემდეგი ვეკიდებით ამ თარიღებს მუდმივად. თუ ზაფხულში ვიძახდით, რომ ევროპარლამენტი შეიცვლება და იქ ეროვნული ძალები მოვლენ და კონსერვატორები და ტიპები, კარგები, ჩვენები, ძმები, ჩვენ მე ევროკავშირთან დავალაგებთო. ეგ ამბავი ეგრე არ მოხდა და ევროკავშირთან ამიტომ არ დავალაგეთ. ეხლა ტრამპზე 20 იანვარზე ვართ ჩამოკიდებული და მაგას ეკუთვნება მთელი ეს კამპანია, რომ აბა ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა უკვე თანდათან შეეპარა ამ ყველაფერს ისიც, რომ თუ შეძლებს, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თუ შემოქანდა, რომ თუ ტრამპი შეძლებს, მაგ შემთხვევაში დავალაგდებით. თუ ვერ შეძლებს და დისციპლინას ვერ მე შეგეთქვი რა, უკან დასახევი ყოველთვის უნდა კი, აბა რა, ანუ ეგ არის რა უკვე. ან მანამდე უეჭველი ეგრე იქნებაო ამბობდა კობახიძე. ბრიფინგი მახსოვს ზუსტად სადაც თქვა რომ შანსი არაო ჩვენო ეგეთი პოზიტიური მოლოდინები უნდა გქონდეს მარტო და იმედიანად უნდა ვიყო და თქვენ თუ ეგრე ხართ განწყობილი აგერ მარტო თავისუფალი გაქვსო გზაო და ჩვენ გვჯერაო მე ნელა შემოვიდა უკვე რაც რესპუბლიკელები გააქტიურდნენ და დაიწყეს იქ სანქციებზე ლაპარაკი და მე უკვე ამის აღსრულება ხო ამის მერე უკვე სხვა რეალობა დაგვიდგა და გაჩნდა თუ გავაგზავნეთ გავდივართ ბოლოში ევროპაში Deep State-ის მეტასტაზების მოშლა შედარებით მეტი დრო დასჭირდება, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია. ბუნებრივია სოროსი არა კონკრეტული ადამიანი, არამედ Deep State-ის უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება, ეს კოლექტიური ძალიან უყვართ ხოლმე. ხო, აქ ერთი მნიშვნელოვანი ქვეტექსტია, რომ ამერიკასთან არ ვიცით რა იქნება, მაგრამ
უკვე ფაქტად შემოდის ეს ამბავი, რომ ევროპაში გაჭირდება deep state-ის აღმოფხრა და ჩვენ თუ ხვალ, ანუ შემზადება აზრის მარტივად, რომ ჩვენ თუ ხვალ ევროკავშირთან ვერ დავალაგეთ ურთიერთობები. აგერ ბატონო ჩვენ ამას გუშინ წინ გეუბნებოდით, რომ მანდ დიდი ფესვები და მეტასტაზებია და მანდ გაჭირდება ძმაო, რა ვქნათ აბა ახლა მუშაობთ მაგ საკითხზეო და მე იქნება ეგ ნაწილიც როგორ იმუშავებენ. გადასარჩევად. ეხლა შენ წაიკითხე დავიხორე. ოკეი, ესე იგი, deep state-ის ევროპული მეტასტაზები ეს დავიკითხეთ, მოშლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობა. ხო, აი აქ უკვე გარანტიის მიღება გვინდა, თუ მოიშლება, ანუ ამ მეტასტაზების მოშლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობა. სხვა შემთხვევაში არა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში LGBT პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების თანამიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და აქაც ეგ რისკები ჩნდებაო რა და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან. აქ ეხა შემოაქსოვეს, ანუ ეს ქსოვაში ხო არის რაღაცა როგორ არის ეგ ამბავი, ანუ ბევრი თვალი, ხო, ანუ რაღაცა უფრო გართულდა რა ეს ქსოვილი და მეტი დამაჯერებლობისთვის სხვა ორნამენტი შემოვიდა. აქ LGBT უნდა ყოფილიყო. აუცილებლად. აბა მაგის გარშე როგორ იქნებოდა? ეს ხო არ დავიწყნებოდა ხალხს. კაი, იმედი გვაქვს 2030 წლამდე, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და deep state-ის პრობლემას. რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. ანუ ჩვენ აქ ხო უნდა დავამარცხოთ ეს ადგილობრივი აგენტურა. ხო და ანუ აქ ჩვენ იმ რაღაცა დებულებების შესრულებაზე კი აღარ ვართ, არამედ ვერთვებით უფრო დიდ საქმეში, ხო? რა თქმა უნდა, ანუ აქ ვამარცხებთ ჩვენ აგენტურას და თან უნდა ვიტვირთოთ ეგ მისია, რომ იქ ევროკავშირში ხო მეტასტაზებია გამჯდარი. deep state-ში ნახოთ აბა ტრამპი რას იზავს, იმას დრო დაჭირდება. და აქედან ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ და ბოლოს ნახე მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში. ეხლა წარმოვიდგინე, რომ აი ეს ჩემი გაშღერებული ფრაზა ამოჭრეს და გაიტანეს. რომ აი ესენიო მაგას ამოვენო. ეგენიც კი. წარმოვიდგინეთ, რომ ეხლა ეს რაც წავიკითხე, რომ აი ასე ამოჭრან და გაიტანან ხვალ რა. ხო, ამით მთავრდება რა ეგ და ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი. ანუ ამათ დღის წესრიგი უნდა შექმნან. ხო, ანუ აი შეიძლება ამოჭრან, ეხლა წარმოიდგინეთ, ანუ მართლა ცხოვრობთ ხო ეგეთ რეალობაში. ეგრე არის ჭრება და იკერება. ანუ მთელი ეხლა 1 საათი ხო ვილაპარაკეთ, ჩვენ ეს ყველაფერი გავიხილეთ და შეიძლება ვინმე მე ხაჯიგარმა ამოჭრას ეს ფრაზა როგორ არის წაიკითხე? ჩემი წაკითხვა უნდა ამოჭრა. ნახევარ შენ წაიკითხე ახლა. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში. ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი. ნახე როგორ მივამონტაჟერო. ხო. რო ვერ მოგჭრან? არა, პირიქით, კარგად რომ მომჭრა. ერთი სიტყვით ხალხო რომ არ ვიცი, ზუსტად აი ეგეთი ჭრაკერვა რომ მიდის და ესეთი თხზულებები რო იქმნება. ამას ვემსახურებით ჩვენ ორი უმუშევარი ჟურნალისტი, რომლებიც ერთი კამერით სახლში წერთ და ვცდილობთ რომ რაღაცები გავარჩიოთ. ხო, კი, გასაგებია დაახლოებით ისე გვემართება ხალხს პანაშვიდებზე რო ეცინება ხოლმე. ხო, ანუ რაღაცნაირად ხანდახან ეს ცოტა იუმორის ჭრილშიც გადადის რა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად არც სასაცილო არ არის და ჩვენ მართლა ვღებავთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ გარშემო მათ შორის ძალიან მარტივად იჯერებს ყველა ნათქვამს და ეს ამათი მოგონილი არ არის რა. ანუ მართლა წიგნებიდან დაწერილი მეთოდებით ხდება ადამიანების აი ამ რაც გონების მომართვა. აღარ იყოს სხვანაირად რა. შესაძლოა რაღაც იდეოლოგიური წიგნებიდან და იმ დისტოპიური კი და არა მარტო საქართველოში, ანუ სხვა ქვეყნებში ხდება ანალოგები, არის მოლდოვადან დაწყებული და
მოკლედ ეს იყო ქართული ოცნების დღევანდელი პოლიცსაბჭოს განცხადება, რომელიც ერთად წავიკითხეთ, ჩვენ რავი დავაკომენტირეთ, თან შევეცადეთ რომ დისკუსიის საგანი გამხდარ იყო, რაღაც კითხვები რაც ჩვენ გვაქვს თქვენც იქნებ მაგ მხრიდან ხო შეხედოთ და გაგიჩნდეთ და შეიძლება სულ არ ვფიქრობ რომ რაღაცა ვინმე ჭეშმარიტებას სადმე ღაღადებს, ყველაფერი არის განხილვისაგანი, უბრალოდ ჩვენ არგუმენტებით თუ უარგუმენტოდ დავსვით კითხვები, ჩვენი საქმიანობა ემსახურება კიდევ უფრო ბევრი ადამიანის, ასე ვთქვათ, არ ვიცი, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის. ამიტომ დაგვიწერეთ კომენტარები, ბევრი ცუდი კომენტარიც გვხვდება ხოლმე, მაგრამ არა უშავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დამავიწყდა მიკროფონის მიმღების შეერთება და იმედია რომ ხმა იქნება გასაგები, შემდეგზე გამოვასწორებ ამ ხარვეს. არა უშავს, ბევრ კარგად განათებულ და კარგად აღჭურვილ სტუდიაში უფრო ნაკლები გულწრფელობით ლაპარაკობენ და უფრო მეტად დაკავებულები არიან ჭრაკერებით და ცოტა აი ნახე ვხედავ რომ ცოტა გადანათებულებიც ვართ. არა უშავს ტექნიკური ამბები რო დაგვაფინანსებენ, მე შევძენთ ტექნიკას. გლობალური ომის პარტია რო დაგვაფინანსებს, მე რაღაცა გვეშველება და ალბათ თქვენიც მხარი დაგვიჭირეთ, დაგვილაიქეთ, გამოგვიწერეთ, ეგ არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, საყრდენი ახლა და თუ ვფიქრობთ რომ ჩვენი საქმიანობა საჭიროა, მოკლედ ესე დაგვიჭირეთ მხარი, გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ, დააკომენტარეთ და გავავრცელეთ. ნახვამდის. მადლობა. ანუ მიმღების შეერთება რომ დამავიწყდა.